ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფლობელია. უკვე არაერთგზის ნათქვამი ჩვენს ამ თემაზე ჩაწერილი არაერთი ანალიტიკური ვიდეო გვიქვს. თუმცა ახლა სხვა რაკურსით მსურს ყველაფრის შეფასება. კვარას მიერ ოლიმპოსკენ მიმავალი გზა არ ყოფილა მარტივი. მოდი დროში ვიმოგზაუროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. სანამ დავიწყებთ, ვიდეო მოიწონე, არხი გამოიწერე და შენი მოსაზრება კომენტარების სახით დაგვიფიქსე. ახლა კი წავედით. კვარამ ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკიდან დაიწყო. პატარაობიდანვე მამა ბადრი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი მარცხენა ფეხის მნიშვნელობას ახსენებდა და ვაჟს აკონტროლებდა, რომ ვარჯიშები არ გაეწია. ხვიჩამ კარიერის სტარტზე 5 წელი დინამო თბილისის აკადემიაში გაატარა. 16 წლის ასაკში კი მთავარ გუნდში დაწინაურდა. მისი დებიუტი 2017 წლის 29 სექტემბერს ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ შედგა. პირველი გოლი პროფესიონალურ კარიერაში ქობულეთის შუქურას გაუტანა და დედაქალაქურმა გუნდმა მატჩი სწორედ ამ გოლის წყალობით მოიგო. ქართველი ტალანტის კარიერა დინამოელთა რიგებში დიდხანს არ გაგრძელებულა. ლურჯ თეთრების მაისურით მან მხოლოდ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. იმ პერიოდში მეტ სათამაშო დროს ვერ იღებდა, კლუბი გამოცდილებაზე აკეთებდა აქცენტს. ფეხბურთელს თამაში სურდა და გამოსავალიც მალევე გამოიძებდა. 2018 წლის თებერვალში ხვიჩა რუსთავში 180,000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სადაც მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელებს პრაქტიკისთვის იდეალური პლატფორმი ჰქონდათ შექმნილი. აქ მან 18 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 3 გოლის გატანაც მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდებოდა და საქართველოდან წასვლის დროს დადგა. 2019 წელს მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა, სადაც კარიერაში პირველ საკლუბო ტიტულს დაეუფლა. რუსეთის თასზე მოგზაურობა. 4 თვეში საიჯარო ხელშეკრულება ამოიწურა. ლოკომოტივმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერ მოახერხა და მხარეებს ერთმანეთთან დამშვიდობება მოუწია. 2019 წლის ზაფხულში რადარზე ყაზანის რუბინის ვარიანტი გამოჩნდა. რუსებმა კვარა სანაცვლოდ დაახლოებით 600,000 euро გადაიხადეს. ყაზანურ გუნდში კვარამ თითქმის 3 სეზონი ჩაატარა და ამ პერიოდში 69 მატჩში 9 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ამას დამატებული ორჯერ აღიარეს პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. 2022 წლის მარტში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსულ კლუბებს UEFA-ს სანქციები შეეხო. ხვიჩამაც მალევე რუბინს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ აცნობა და საქართველოში დაბრუნდა. ეროვნული ლიგის ბინადართაგან ბათუმის დინამომ იაქტიურა და ფეხბურთელთან მოკლე პერიოდში გათვლილ შეთანხმებას მიაღწია. შავი ზღვის პირელების მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. გახსოვთ ალბათ საქართველოს პირველობას როგორი აჟიოტაჟი შესწია. ფორმა შეინარჩუნა და ახალი გამოწვევების მოლოდინის რეჟიმზე გადაეცა. დიდხანს ცდა არ დასჭიროებია. ივნისში იტალიური მხარე სერიოზულად დაინტერესდა კვარას გადაბირებით. ნეაპოლელები ლორენცო ინსინეს წასვლის შემდგომ მარცხენა ფლანგის შესაბარებლად ღირსეულ კანდიდატს ეძებდნენ. ხვიჩას კი სწორედ ამ პროფილის ფეხბურთელად მოისაზრებდა. ამ წლის 1 ივლისს 13 მილიონი euros სანაცვლოდ ნაპოლიმ ხვიჩა 2027 წლამდე გაიფორმა და კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგება. დებიუტი 15 აგვისტოს ვერონასთან გასვლით მატჩში შედგა. პირველივე დარტყმით შეაგო. მოგვიანებით კიდევ საგოლე გადაცემაც გასცა. მატჩი ნაპოლის სასარგებლოდ 5-2 დასრულდა. ერთი კვირის შემდეგ მონცასთან გაიფორმა დუბლი. აგვისტოს ბოლოს საერთოდ 3 გოლი და 1 ასისტი ჰქონდა აქტივში. ქართველს ბრწყინვალე სტარტი დაუფასდა და სერიას თვის საუკეთესო წოდება მიიღო. ამ სეზონში ვიქტორ ოსიმენთან შეთამაშება გახდა ტრიუმფის მთავარი განმაპირობებელი. ზამთრის პაუზაზე გუნდის 37 საგოლე მოქმედებიდან 16 ხსენებულ დუეტზე მოდიოდა. ლუჩიანო სპალეტიმ ნაპოლის თამაში მარცხენა ფლანგზე ააგო. კვარა სიღრმეში შედიოდა. ოსიმენს კი კომფორტული სიტუაციები ექნებოდა გასატანი. ჩემპიონთა ლიგაზე დაუვიწყარი დღე 7 სექტემბერს ლივერპულთან გამართული შეხვედრა იყო. ქართველმა ვინგერმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს სისხლი გაუშვა და ჯოვანი სიმეონესაც გაატანია. პლეი-ოფებამდე მის ანგარიშში 2 გოლი და 3 ასისტი ფიქსირდებოდა. კვარას ირგვლივ ხმაური არ ცხრებოდა. საშობაო შესვენებამდე კლუბის მაღაზიამ კვარადონას პრენტით ლეგიონერებისთვის რეკორდული ოდენობის მაისურები გაყიდა. 2023 წლის 4 მაისს უდინეზესთან ნათამაშებმა ფრემ ნაპოლის 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო გაუნაყა. კვარამ ჩემპიონატი 12 გოლითა და 13 ასისტით დაასრულა და ღირსეული MVP-ს ჯილდოც დაისახა. ტრიუმფით დასრულდა მისი პირველი ნეაპოლური სეზონი. ხვიჩამ კი საქმით დაამტკიცა თავისი სიდიადი. ზაფხულს დაღლილი, თუმცა ბედნიერი შეხვდა. სკუდეტო ჯიბეში ჰქონდა, ხოლო ლუჩიანო სპალეტი წარსულში დარჩა. კლუბის პრეზიდენტმა გადაწყვიტა გაერისკა და რუდი გარსია მოეწვა. ფრანგმა საჩემპიონოს შემადგენლობა მიიღო ზედმეტი მოლოდინი. პარტენოპეიმ ახალი სეზონი უხერხულად დაიწყო. სპალეტის პრესინგი მდორე ფეხბურთით შეიცვალა, ხოლო ხვიჩას ჩვეულ მარცხენა ფლანგზე იზოლაციის ნაცვლად ცენტრალურ ზონასთან ახლოს უწევდა მოქმედებით. 13 ტურის შემდეგ 3 მარტს სკუდეტოს მოქმედი მფლობელისთვის მიუღებელი შედეგი იყო და 14 ნოემბერს კლუბმა რუდი გარსიას დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისთვის კარგად ნაცნობი ვალტერ მაცარი მოიწვია. მის მოსვლას მექანიზმების მოწესრიგება არ მოჰყოლია. იტალიელი სპეციალისტი თავის საყვარელ 3-4-3 სქემაზე გადაეცა, სადაც კვარას უფრო განიერად უნდა ეთამაშა. მაცარის ფეხბურთმა ჩამორჩენა ვერ აღმოხვრა. მედიები ქულებს და ჩემპიონობის შანსებს აქტიურად, თუმცა ამაოდ ითვლიდა.
თებერვლის შუა რიცხვებისთვის ნაპოლი მე-9 პოზიციაზე დაეშვა. 19 თებერვალს უკვე მაცარიც გაათავისუფლეს. გუნდის სეზონის ბოლომდე სლოვაკეთის ნაკრების ასისტენტმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჩაიბარა. ფრანჩესკომ ზედმეტი ცვლილებების გარეშე კვლავ 4-3-3 სქემა დააბრუნა და კვარაცხელიას ისევ ერთ-ერთზე გამწვავება დაავალა. ხუჩამ ბოლო 13 ტურში 4 გოლით და 4 პასით უპასუხა. თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლილა. ჩემპიონატში სუსტ გუნდებთან არაერთი ქულა დაიკარგა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ბარსელონასთან მერვედფინალში დაასრულა. მაისის ბოლოს ნაპოლი მე-10 პოზიციას იკავებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლუბი 4 წლის შემდეგ პირველად ევროპული ტურნირების მიღმა დარჩა. 2024 წლის ივნისში ნაპოლიმ ანტონიო კონტე წარადგინა. პირველივე სიტყვაში მწვრთნელმა განაცხადა, რომ კვარაზე აკეთებდა ფსონს, რამაც ქართველს კიდევ ერთი წლით დარჩენა გადააწყვეტინა. თუმცა წინ სულ სხვა მასშტაბის შეთავაზება ელოდა. სეზონის სტარტი ტურბულენტური გამოვიდა. ოქტომბრის ბოლოსთვის 5 გამარჯვება, 3 ფრე და 2 მარცხი. კვარაცხელიამ ამ პერიოდში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოაგროვა. 20 დეკემბერს ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ პრეზიდენტ დე ლაურენტის PSG-ს 70 მილიონიანი შეთავაზება წარუდგა. 12 იანვარს ნაპოლიმ ტრანსფერის წარმატებით დახურვის შესახებ განაცხადა. პარიზში სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა. კვარამ მალევე მოაწერა კონტრაქტს ხელი და გუნდიდან ახლა წასული კილიან მბაპეს 7 ნომრიანი მაისური დაიბევა. პირველ პრეს-კონფერენციაზე მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ სწორედ ახლა? პასუხი კვარასგან მოგრძალებულ სტილში მიიღო. ნაპოლისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ახლა კი ახალი გამოწვევის დრო. დებიუტი 25 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ შედგა. საგოლე მოქმედებასაც დიდხანს არ დაუგვიანია. ამ შეხვედრაში ხუჩამ დემბელეს გაატანა. ნამდვილი კვარაშაო კი 19 თებერვლით თარიღდება. ბრესტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა რეკორდული ანგარიშით 7-0 გაიმარჯვა. რაც შეეხება კვარას, 39 წუთზე გაიტანა და სენი მაიულუს მატჩის მიწურულს საგოლე გადაცემას გაუკეთა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად მძიმე შეხვედრები ლივერპულთან, ასტონ ვილასთან და არსენალთან. ინგლისური გუნდების წინააღმდეგ კვარამ გამორჩეული პერფორმანსები მოაგროვა, რამაც გარკვეული დოზით გუნდის ფინალამდე მისვლა განაპირობა. 5 აპრილს ანჟესთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვებამ PSG-ს მე-13 ტიტული მოუტანა. ერთადერთი გოლი დეზირე დუემ გაიტანა და ვისი პასით თუ იცით კომენტარებში დატოვეთ პასუხი. ენრიკეს გუნდმა პირველი მისია წარმატებით შეასრულა. მეორე მისია კლუბს 24 მაისს ელოდა. საფრანგეთის თასის ფინალამდე კვარამ თავი შეუძლოთ იგრძნო, რის გამოც შეხვედრის მოულოდნელად გამოტოვება მოუწია. თუმცა პარიზმა რეიმსი უმარტივესად 3-0 დაამარცხა. ტრებლის შესრულება უფრო რეალური გახდა. 28 მაისს გუნდი მიუნხენში ჩაფრინა. კვარა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე სიტყვით განმარტა. ოცნება ახლოსაა, მაგრამ საქმე ჯერ არ არის გაკეთებული. მთავარმა საჯმა კოვაჩმა ფინალის დაწყებას ასწვენით ანიშნა და სტარტი აიღო შეხვედრამ, რომელსაც სამუდამოდ უნდა შეეცვალა როგორც პარი სენ-ჟერმენის, ასევე კვარას მომავალი. მე-12 წუთზე აჩრაფ ჰაკიმიმ გახსნა ანგარიში. მარჯვენა მცველი მოულოდნელად საჯარიმოში აღმოჩნდა და დამუშავებული კომბინაცია დააგვირგვინა. ამის შემდეგ ორჯერ დეზირე დუემ კონჩეტევაზე დასაჯა ნერაძე. ტაბლო 3-0 აჩვენეთ. დადგა მომენტი, როცა კვარას ოცნებას ფრთები შეესხა. ამას ქართველი გულშემატკივარი მრავალი წლის მანძილზე ელოდა. ხუჩამ სისწრაფე აკრიფა, მიუახლოვდა ზომერს და ზუსტი დარტყმით ანგარიში 4-0 გახადა. ინტერს ფინალური დარტყმა ახალგაზრდა სენი მაიულუმ მიაყენა 5-0. PSG-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაისაკუნა. კაპიტანმა მარკინიოსმა თასი პირველმა აღმა. ეს ყველაფერი კეთილ სიზმარს გავდა, რაც თავდაუზოგავი შრომის გარეშე ვერ მოვიდოდა. პატარა კვარა სამრამეზე ოცნებობდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე, იქ გოლის გატანასა და თასის თავს ზემოთ აღმართვას. ეს ყველაფერი ერთ მიუნხენურ საღამოს რეალობად იქცა. მიზანი შესრულებულია, თუმცა აქ არაფერი დასრულებული. ახალი გამოწვევები ქართულ ვარსკვლავს წინ ელოდება. ფიქრობ, ამ მიზანდასახულობით და შემართებით არც მომდევნო რუბიკონის გადალახვა იქნება პრობლემა. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, არხი გამოიწერე და შენი მოსაზრება კომენტარებში დააფიქსირე. წარმატებები კვარას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, ახლა კი შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დროებით.